მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ აიბალი, თქვენ ყოფით ჩემს არხზე და ეს არის ადამიანებობას მე-6 ნაწილი. ძალიან პატარა ვიდეო გამოვიდა, მაგრამ ძალიან საინტერესო და არ გამოტოვოთ არც ერთი წამი. კაროჩე რა, მოკლედ ვიყიდე ეს რაღაც სანადგარი და ეხლა წავალ და ცდას ჩავატარებ და ნახავ თუ დაიმთხვევა, აბა. კაროჩე ეს დავდგათ აქ. ავიღოთ ეხლა სისხლის ნიმუში, ეს მიწის ნიმუში და დავაეხა შევაჯვაროთ. მოგონი დაემთხვა. ჯანდაბა შანსი არაა. ეს ხო ის არის ულტრა ისფერი ხედვა. ჯანდაბა. არა, როგორ შეიძლება რომ ბატონი ნორმან ოსბორნი მწვანე გობლინი იყოს? ის ხო ჩემი საუკეთესო მეგობრის მამაა. ვერ დავიჯერებ, შეუძლებელია. აი ხლა რა გავაკეთო აიმე. ეს ბატონ ტონის უნდა შევატყობინო ეს ყველაფერი. ხო არ დავლიო, რა მომივა გავგისდები? აი, დავლიო რა, ულტრა ისფერი ხედვა ბოლოს და ბოლოს. ეს რა არის? ნაკვალევი. ანუ ულტრა ისფერი ხედვა გავიაქტივებ და ნაკვალევს ხედავ? კაი, იმენა სად მიდის ეს ნაკვალევი? აბა გავყვე ერთი საწავაბო. მოიცა ეს ხო იმ ხვლიკის ადგილია კაცო. დავიჯერო ცოცხალია? არა, რავი, ჩავხტები. 1 2 3. კაი, მშვიდად, იმიტომ რომ ის ხვლიკი უეჭველი მკვდარია. ალბათ ვიღაცა ჩამოვიდა და დაალაგა, მაგრამ აქაურობას დალაგებულის რა ეტყობა ჩემი. კარგი, ეხლა საით წავიდე. ამ ხარეს არაფერი არ არის. ისევ ეს ერთი ადგილი გვჩება, სადაც ლაბორატორია იყო. აბა. მოიცა რა, სად გაქრა კომპიუტერი და ჩანაწერები. შანსი არა, ვიღაცამ მოიპარა. აუ არა, ბატონ ნორმალმა ხო არ მოიპარა ეს ყველაფერი. და შემდეგ შექმნა ის კოსტუმი ამ ჩანაწერებით. მაგრამ რანაირად, ანუ ჩემი უეჭველი ბატონ ნორმალს ყორი. ჩანაწერებიც კი არ არის დატოვებული. ეს ყველაფერი ბატონ ტონის სტარკს უნდა შევატყობინო, მაგრამ ჯერ მოდი ოსკორპის კორპორაციაში ავალ. ეს დავკეტო კაცო, ერთი ვინმე არ ჩავიდეს. всё. ეხლა რა უნდა მექნა? ხო, ოსკორპში უნდა ავსულიყავი. მაგრამ იქ როვალ რას ვიზამ, აი მივალ ეხლა ბატონ ნორმანთან და რას ვეტყვი, რომ აი თქვენ მწვანე გობლინი ხართ და რაღაცა და დაიწყებს რომ მაბრალებო რაღაცებს, ვერც დაუმტკიცებ ვერაფერს, ჯერ. კაი, რა ვიცი, ნახოთ რა იქნება რა. ხო, აი ტექნიკაც დაიბრუნეს. და ეს ტექნიკა იყო რა ქვია, იმ კანალიზაციაში. აი ეს ბატონ ნორმანი აქ უნდა იჭდეს წესით, მაგრამ არ არის. მოდი ამ როჟას გავესაუბრები, აბა. უკაცრავად ბატონი ნორმანი ხომ არ იცით სად არის? გამარჯობა, ბატონი ოსბორნი გასულია, რაღაც საქმე გამოვიჩნდა, ასე რომ დღეს არ დაბრუნებ. სხვა დროს შემოიარეთ. კარგი, მაშინ ბატონო ნახვამდის მე წავალ. აი, მოიცა ერთ წუთი. ეს ტიპი საიდანღაც მეცნობა. მაგრამ ვერ ვიხსენებ საიდან მეცნობა. გამახსენდა. ბატონი ტონის სტარკის ქორწილში იყო. ზუსტად მახსოვს, ზუსტად. აი ახლა უკვე საკმარისი ის მაქვს. საკმარისი მტკიცებულება მაქვს, რომ ვიცოდე რომ მწვანე გობლინი ნორმან ოსბორნია. აი ახლა კი ევანჯერების თაუერში წავალ და ბატონ ტონის სტარკს შევატყობინებ.
ბატონო ტონი, ეს არ არის ბატონო. აუ, არ არის ტონი სტარკი აქ. მოდი ამ როშას დაველაპარაკები. გამარჯობა, მე ადამიანობობა ვარ, პიტერ პარკერი, ხო? მე ვიცი, სად არის ქაბატონი ნათლა და ვინ გაიტაცა ის. რა, ქაბატონო თლავინს გაიტაცა მისი ნამდვილი ვინაობა იცით? ახლავე ტონის დაურეკავ. კარგი და როცა მოვა უთხარით რომ დამირეკოს ჩემი ნომერი მას აქვს. ნახვამდის. მადლობა. კაროჩე ხა შევაჯამოთ დღეს რა გავიგე. ნორმან ოსბორნი არის მწვანე გობლინი და ეს კოსტუმი შექმნა იმ ხვლიკის ტოქსიკური ნივთიერებებით. მაგრამ საიდან იცოდა ნორმან ოსბორნმა ხვლიკის სამალავი თუ მეცის შემთხვევით აღმოაჩინე. რამოდენიმე დღეს წინ ოსკორფში მეცნიერი დაიკარგა. შესაძლოა რომ ეს ყოფილიყო ის ხვლიკი. ანუ ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ნორმან ოსბორნი რაღაც საიდუმლო ცდებს ატარებს თავის ლაბორატორიაში ადამიანებზე? და ის ტიპიც, რომელიც ტონი სტარკის ქორწილშიც იყო და ლაბორატორიაში არის მისი აგენტი, რომელმაც ბომბი დაალაგა და სანამ ბომბზე გადავიტანეთ ყურადღება, მანამდე ქალბატონი ნათლა მოიტაცეს. ძალიან ჭუჭყენ და ბნელი საქმეა. ეს ყველაფერი ბატონ ტონის უნდა შევატყობინო, მაგრამ დღეისთვის დროა დავისვენო. თამღლელი დღე მქონდა. მოკლედ მეგობრებო, დღეისთვის ეს იყო. გამოიწერეთ ახლა და ლაიქეთ ვიდეო, რა თქმა უნდა, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო. თუ გინდათ რომ შემდეგი და უფრო მეტი გამოვიდეს, წვიდეთ ლაიქს, იმიტომ რომ ეს მე უდიდეს мотивაციას მაძლევს და იმის მიუხედავად რომ პატარა ეპიზოდი იყო, ჩემი აზრით ძალიან საინტერესო გამოვიდა. ასევე ვიდეოებში მონაწილეობა ვისაც გინდათ, შემოდით Discord-ზე, Discord-ის ლინკი აღწერაშია და იქ როცა მოგწერთ, გადავიღოთ და შემოხვალთ აქ ჩემთან სერვერზე და ვითამაშებთ. ხო, ვითამაშებთ, ვიდეოებსაც გადავიღებთ და გავერთობით რა ერთმანეთს გავიცნობთ რაღაცა და უმეგობრდებით. თქვენთან იყო აიბალი და ნახვამდის.